Topidata, Wata, Translis Masmer, Ravingada. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო და ნადირობის მოყვარულო ადამიანებო. კიდე ერთი ტოპი განვიხილოთ. ქართული YouTube-ი მდიდროთ. ყოვლად უცნაური ტოპი მაქვს რა. ყოვლად. ანუ ტოპიკი სანადიროა და ვიზუალით იცნობა რომ სანადირო ტოპია, მაგრამ თან ჰუგლუა. აგერ აწერია რომ ჰუგლუა. ახლა მოიტანე კამერა შენ. მოდი. ახლა დავიწყოთ ახლა მის განხილვა. მოკლედ ჰუგლუ აწერია, თურქულიაო, აწერია აკ კ ურთ. თუ ანფუ. მოკლედ ინტერნეტში ვნახე ეს არ იძებნება ეს ტოპი რა. აი ეს მოდელი არ იძებნება არსად. მე პატრონის აქვს ნაყიდი ადრე და ნუ მე მეგონა რომ ინტერნეტს ვერ აფლობდა რა და რავი ხელოვნურ ინტელექტსაც მივმართე სულათები გადაუღეთ გაუგზავნეთ არა არ შვრება არაფერს რა ანუ აი ეს მგელი რო ახატია ერთადერთი რა ინფორმაცია რა მომიგდო ბენელის სისტემაზეო მოწყობილიო გაზის უყუცემაზეა თვითონ ტოპი ასე რომ რავი თუ თქვენ ნახავთ აი ამ აბრევიატურას და თქვენ ჩემზე მაგრები ხართ ძებნაში თუ იპოვნით გამომიგზავნით ამაზე რაიმე ინფორმაცია თვითონ ამ ტოპზე ტოპი არის აი ესეთი კაი მოდი ახლა თვითონ ვილაპარაკოთ ამ ტოპზე კონდახი და ტიბჟირი აქვს კაკლის გაკეთებულია ძალიან კარგად ეს ლაზერზეა გაკეთებული ამოჭრილი და რა უნდა ვთქვა აი ეს მხარე აქ გაუმბერილი კონდახს ანუ ხელს რო კიდებთ აი ეს ხელის გული ჩადის პირდაპირ ამაში ანუ ვინც ეს მოიფიქრა რომ ეს გაეკეთებინა ნუ უფრო იტალიელები არიან ეგეთი მაგარი ხოჭუები რა აი ეს ჯდება ძალიან კარგად ხელში პირდაპირ აი ამაზე ანუ ვინც ეს გააკეთა უფიქრია და ძალიან მაგრა აქვს მომფიქრებული რა თვითონ წინ ყორა რკინისა რა იმისია რა ქვია თითვერის არის მზეზე ჭყიალებს კარგად იკითხება აი ახლა გავიტანე იქით ბალახებში თოვლში ხეზე მიუშვირე შუქშენკრები ამას ჯობია ხოლმე მაგრამ შუქშენკრებთან მეტი უპირატესობა ამას ის აქვს რომ ლითონისაა და ეს არ გაგიტყდებათ ანუ საშვილიშვილოდ გეყოფათ დაფაროზე ვილაპარაკოთ. დაფარო აქვს სამნაირი, ანუ აი ეს აქვს თეთრი, აი ეს აქვს პრიალა. ლულაც პრიალაა და ეს სხვანაირ რაღაცით არის დაფარული. ეხლა რა არ მომოწონა ამ ტოპში, მოდი ეგ მაგას ვიტყვი პირდაპირ. აი ეს თამასა რაზეც არის დამაგრებული, აი ეს ჭხირები, რასაც უჭირავს. ერთი მხრიდან ხელი გაუსვათ არაფერი, მაგრამ მეორე მხრიდან თუ ხელი გაუსვით როგორც ბრიტო ეგრეა რა ხორცებს ამოგაგლიჭავთ ასე რომ თუ ეს ტოპი გაქვს და ხელში ჩაგივარდათ იცოდეთ რომ აი ეგეთი რაღაცა ხარვეზე რატო აქ არ ვიცი აკეთებ ამოძაღლიშვილო ხო მაგრამ კარგად გააკეთე კაი აი ეს დეტალი რომელიც იცავს სასხლეთს პლასმასის აქვს აი ეგ ღილაკიც უკან დამბრუნებული პლასმასის აქვს მეტი ამას აქ არაფერი მაიცა, მოდი გადავტენოთ. შენ მაგაში უყურე. აი აქ აქვს ბერკეტი. ტყვია სალული იმაშია, რა ქვია, არხში ამოღება გინდათ. მეორე ტყვია რო არ წაიღოს, ბერკეტს მიაწვევი და ამას გამოწევ და გადმოიღებთ ტყვიას. ისე რომ მეორე ტყვია მერე პირში იმაში, რულის არხში აღარ წაიღოს. დანარჩენი ამას არაფერი ზიზილპეპელები არ უყენია. ხო, კიდე არ მომწონს მეთქი, მაგრამ არ ვიცი ხლა გემონების ამბავი. აი ეს პრიალა ეგ არ მომწონს რა. პრიალა დეტალები იარაღზე საერთოდ მონიკელებულია თუ ფოლადია ესეთი არ ვიცი. მაგრამ ჭყიალებს რა. აი შემილია რომ აი კამერასაც მივონათო ჭყიალებს. ასე რომ რაღაც ეგეც არ მომეწონა. უკან
ტრადიციულად აქ ძალიან მაგარი კაუჩუკი, ზემოთ შემაგრებული აქვს, ეს მომწონს, იმიტომ რომ იარაღის მომარჯვების დროს ეს შემაგრებული ადგილი ტანსაცმელზე სრიალებს, რომ არ მოედოს და ზემოთ არ აწიოს რა. ეგ არის კაი, უცებ შემართვისთვის. თოფი არის მსუბუქი, აი ცალხელში მიჭირავს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ვინც ანადირობთ იცით რა რომ მძიმე თოფის სიარული რთულია, მით უმეტეს თუ რაღაცა ბოდიშით რაღაცა მჭირს და ვახველებ ხოლმე. რომ მსუბუქია, კი ბატონო. კაია, მსუბუქია, 4 ვაზნა მიდის ჭიჩი. ერთი შეგიძლია ჩადოთ რულის არხში, ანუ 5 ტყვია გაქვს. მოდი ახლა ამას მე ვისვრი. მოყვა. 3 ცალი ჩოკი. ამაზე ახლა აყენია 3 ჭრილიანი. 3 ჭრილიანს ვისვრი აი ესეთი. 5 ნომერი ტყვია მაქვს. არის 34 გრამიანი კონტეინერი. ვისვრი 35 მეტრზე. ჯერ ამას, მე გამოცვლი ხუჭრიანს დავაყენებ და ფინდიხსა და ჟაკანს ვისვრი. და ვნახოთ როგორ იქნება აი აქედან იქით. მოკლედ ჩავდოთ 5 ნომერი. ყურები უნდა დავიცვათ აუცილებლად. და ვნახოთ 35 მეტრზე რას იძამს. შეიძლება იყო მაგარი. დარტყმა უმნიშვნელო ქონდა როგორც ყველა სანადირო თოფს, მაგრამ აი ეს მუშაობს. სამბარი არის ქარივით, უცებ გამოარტყავთ, უცებ იტენება. ეხლა მე ამას შევუცვლი. ესე რომ გავატრე, ეხლა გავაჭრე, ესე. მაიც. შევუცვალოთ ესა. ცოტა ჩა. აი ამას აქ ცუდი ის რომ ზემოდან ნაჭრები რო არის ბრიტოსავით რა და ამისი რაღაცა მაინც დაგჭირდებათ კიდე მე რომ გადამუშავება რა. ესე აჰა 5 ჭრილიანი გავუკეთოთ. მოკლედ დავუყენე და ეხლა ვისრულოთ ფინდიხი და ზოგი მეუბნება ბევრ ტყვიებს რატო არ ისო და აზრი არ აქვს. ეხლა მე იმ 3 ჟენს ვაკედან მივიდა 5 ტყვია ვისრულო. გახდება საცერივით. ვისაც აინტერესებს თვითონ თოფი როგორ მუშაობს, ხო? იმას ერთი ტყვიას დააკმაყოფილებს როგორი მივიდა და რანაირად გაშალა. ხო ეგრეა. ამასო 9 ტყვია ვისრულო გახდება საცერივი და რა არის, ის ხო არ არის კაცო, საბავშვობავი. ხო და მაგიტომაც ვესვი ხოლმე 3 ტყვიას. ну, ხრახრულიანი შეიძლება მეტიც ესწავლო რა. ну, ტყვიას არაფერი არ აწერია, ვერაფერი ვერ გავიგე ამას. მოკლედ, იქ რომ მოხდება ნახავთ რა. რა უნდა ახლა ესეც არ მომეწონა რაღაცა კარგად არ წავიდა რა რაღაც მუღამის დაჭერა გინდათ რომ ტყვია მეორე მივიდეს იმაში მოდი გავიკეთოთ ახლა ისე ყურები დავიცვათ და ვნახოთ რას იძამს
ჩემდა გასაოცრად უფრო ნაკლები უკუცემა ქონდა ფინდიხსა და ჟაკანს ვიდრე 5 ნომერს. წავიდეთ ნახოთ აბა იქ როგორ მოხდა. ჩვენი მდინარე ადიდდა. მე პატრონი იძახის ამითი ვნადიროფო და ძალიან მაგარი კმაყოფილი ვარო რა. აჰა. ანუ თხილა წყალი არის და არ ჩავარდი შიგნით. აჰა. ოცდათ 15-ში 5 ნომერი ესე მიაფანტა. კარტიჩი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 მოხდა. გაფანტულობა ხო ჩანს კარგად. აი. ჟაკანი მოხდა აქ. და მერე ხეს მოხდა ეს ხე გამხმარია, ამიტომ არაფერი არ მოვა ამითი. ეხლა გეტყვით რა ამ თოფთან დაკავშირებით. ახლოდან მინდა დაათვალიეროთ. აბრივიატურები ვანურო, აი უყურეთ, აი ამაზე ვიძახდი, აი. გამობერილი როა, ცოტა ესე რო შეხედოთ. არის ხელში ძალიან კარგად და ჯდება. აი ამ აბრივიატურის მიხედვით, თქვენ თუ ინტერნეტში რაიმე მოიძიეთ, გეტყვით რომ აი კიდე ესეც გადაიღე. ძალიან დიდი მადლობელი დავრჩებით. ესა რაღაცა მაღლა უნიკალურია. არა თუ ამის განხილვა, თვითონ არც მაღაზია, არც არანაირი ინფორმაცია აქ ვერ ვიპოვნი ამაზე რა. საკიდარი აქ აქა ტრიალებს, უკანაც აქვს საკიდარი გაკეთებული. კაკალი ძალიან ლამაზია. ნუ კაკალს ეხლა ხეს ყველა მიცის მოფრთხილება უნდა რომ არ დაიკაწყოს რა. თორე თოფი არის აი ესეთი ლამაზი თოჯინასავით ნახეთ. თუ ვინმესა გაქვთ და იყენებთ. ესე იგი მე პატრონმა თქვა ისე მომეწონაო და ისე მასიამონო ამ თოფაო რომ აი ძალიან მოხიბლული იყო რა. სრულად მეც კარგა ნუ ჟაკანი ავასწინე. ეგ სუფთა ჩემი ბრალია რა. მაგრამ ნახეთ თვითონ საფანტი როგორ მიაფანტა. მე მგონია რომ 35 მეტრში ძალიან კაი შედეგი უნდა იყოს სამჭრილიანი თვესული. ამით ამ თოფის განხილვა დავამთავროთ. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა. აი ესეც მომეწონა. ნახეთ, ცოტა იქით არის მოღუნული და ამაზე ჭრილები აქვს. ხელს მოძეთ რომ კარგა მოაქვს და რაღაცნაირი ისე ძალიან ადვილი ის არის გადასატანი. მოკლედ ამით დავამთავროთ ამ თოფის გადაღება. კიდე ერთი შემთხვევა ექნება თუ ვინმე სიარა გაქვს შემომეხმიანეთ ამ მოვიდეთ გადავიღოთ. და კიდე ვიტყვი რომ არც ერთი იარაღის მაღაზია ჩვენთან არ ათანამშრომლობს. სამწუხაროდ. კარგად ზანდებოდეთ, შემდეგ ვიდეომდე. Occupata, faccia, l'espace, la ringa da c'è.